საქმეს საღამოს ვაგრძელებთ გლობალურ ბიზნესზე საუბრით და პერიოდი სიტყვა უნდა ვთქვათ პლანეტის ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიაზე, საუდი არამკოზე, რომელიც არის ამავდროულად საუდის არაბეთის ეკონომიკური ფლაგმანი, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტი პირდაპირ არის დამოკიდებული ამ კომპანიაზე. ეს არის კოლოსალური მასშტაბების კომპანია, მისი კაპიტალიზაცია არის ლამის 2 ტრილიონი დოლარი და ეს კომპანია ბოლო დროს კარგ ფინანსურ შედეგებს ვერ აფიქსირებს, რაც მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ნავთობი არის გაიაფებული ბირჟაზე, შესაბამისად არამკო ვერ იღებს იმდენ მოგებას, რასაც იღებდა ადრე. კერძოდ, 5% არის წლიურად კლება და შემოსავალმა პირველ კვარტალში წმინდა მოგებამ შეადგინა ამ შემთხვევაში 26 მილიარდი დოლარი. ასევე საუდი არამკოს მენეჯმენტმა გადახედა, ასე ვთქვათ, დივიდენდის გასაცემ მოცულობას და მან შეადგინა 85 მილიარდი დოლარი, არადა წინა წელს კომპანიამ გასცა 124 მილიარდი დოლარის დივიდენდი. აქ დივიდენდს როცა ვამბობ, ინვესტორებს არ მოვიაზრებ, ეს დივიდენდი არის ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხა, რადგანაც როგორც ვთქვი, ქვეყანა არის თავად ამ კომპანიის ფლობელი, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ამჟამად უკვე აღწევს დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს. სიახლეები აქვს ტესლასაც, რომელიც გარკვეულწილად საუდი არამკოს იდეოლოგიური კონკურენტია, რადგან ელექტრომობილებს აწარმოებს ეს კომპანია. გვახსოვს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტესლას აქციები ძალიან მკვეთრად იყო შემცირებული, მაგრამ აგერ ბოლო 1 თვიან პერიოდში 26%-იანი ზრდა, ბოლო 6 თვიან პერიოდში მაინც 3%-იანი კლება, მაგრამ ბოლო 5 დღეში დაახლოებით 17% დაემატა ტესლამ. და უახლოვდება ის 1 ტრილიონიან კლუბს კიდევ ერთხელ. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამინდელი მონაცემებით არის 998 მილიარდი დოლარი, ნუ ფაქტობრივად 1 ტრილიონი და საბოლოო ჯამში ალბათ შეიძლება მომდენო დღეების განმავლობაში ვიხილოთ ტესლა კიდევ ერთხელ 1 ტრილიონიან კლუბში, რაც ილონ მასკისთვის იქნება ძალიან დიდი გამარჯვება, რადგან არსებობენ აქციონერების დიდი ნაწილი ტესლაში, რომლებიც საერთოდაც მოითხოვენ ამ ადამიანის გენერალური დირექტორობიდან გადაყენებას, რადგან მისმა პოლიტიკურმა კარიერამ ძალიან ცუდად იმოქმედა ტესლას გაყიდვებზე, თუმცა აქვე ვთქვათ ისიც, რომ არანაირად ბოლო პერიოდში განცდილი აღმასვლა არ უკავშირდება კომპანიის ფინანსურ გრადობას, რადგან პირიქით ტესლას გაყიდვები რადიკალურად არის შემცირებული ფაქტობრივად ყველგან. შესაბამისად ეს არის უბრალოდ ჰაიპის გამო გაზრდილი და ილონ მასკის ფაქტორით გაზრდილი და დაბუსტული აქციის შედეგს ხედავს ახლა და არა იმას, რომ ფუნდამენტურად გამართულია ეს კომპანია, არა პირიქით მოგება მცირდება, რაოდენობა გაყიდული ავტომობილებისა მცირდება და საერთოდაც ტესლას იმიჯი არის ძალიან გაფუჭებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ძალიან ცუდად აქვს ზოგადად საქმე ბოლო პერიოდში Nissan-ს, იაპონურ ავტომობილ კომპანიას, რომელიც ერთდროს საკმაოდ კარგი შედეგებითაც გამოირჩეოდა, თუმცა მან ფეხი ვერ აუღა ვერც ჰიბრიდიზაციას, ვერც ელექტრიფიკაციას და საბოლოო ჯამში ლამის გაკოტრებამდეც კი მივიდა. ამჯერად უკვე კომპანიას დამატებით 10,000 თანამშრომლის განთავისუფლება უწევს, აქამდე 20,000 უკვე იყო დაანონსებული, ესე იგი კომპანია ამცირებს თავის ხარჯებს დრამატულად. ეს ყველაფერი კი იმითი არის განპირობებული, რომ Nissan-ი ვეღარ აგრძელებს ოპერირებას იმ სქემით, რა სქემითაც ის აქამდე იყო ბაზარზე წარმოდგენილი, რადგანაც მარტივად რომ ვთქვათ, Nissan-ის ავტომობილებს აღარ ყიდულობენ ამერიკაში, ევროპაში და აზიურ ბაზრებზე, ვინაიდან კონკურენტებს უკეთესი ავტომობილები ყავთ, უკეთეს ფასებად წარმოდგენილი. ხოლო ბოლო პერიოდში Nissan-ის გაჭირვებას კიდევ ისიც დაემატა, რომ Honda-სთან შერწყმის ინიციატივა, რაც უნდა ყოფილიყო საუკუნის გარიგება, ჩავარდა და Nissan-ი დარჩა ესე ფაქტობრივად ინვესტორების გარეშე დარჩენილი, ვინაიდან მისი აქციები არის უბრალოდ განადგურებული და ახლა უკვე ხედავთ, რომ კომპანიას მოუწევს თანამშრომლების გაშვებაც და ძალიან მალე შეიძლება მოგვიწიოს იმისი გამოცხადებაც, რომ Nissan-მა უკვე განიცადა ბანკროტი და ის ვეღარ აგრძელებს ოპერირებას. ავტომობილებთან და საავტომობილო ბატარეებთან დაკავშირებით სიახლეები აქვს CATL-საც, ეს არის ჩინური გიგანტი, რომელიც ყველაზე დიდი კომპანია ელექტრობატარეების ბაზარზე. ის ფართოვდება და გეგმავს დამატებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას. ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებითი განთავსებით საუბარია დაახლოებით 118 მილიონ აქციაზე, რომელთა ფასი შეიძლება გაიზარდოს კიდევაც მოთხოვნის შესაბამისად და თუ კი ეს მართლაც მოხდა 4 მილიარდზე მეტსაც მოიზიდავს ეს კომპანია, რომელიც ამ ფულით გეგმავს ახალი ქარხნების აშენებას და საკუთარი ბიზნესის გაფართოებას, რადგან CATL-ში ვერ ხედავენ შემცირებას ელექტრომობილების მოთხოვნის მიმართულებით და აგრძელებენ ინვესტირებას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კომპანიის ბაზრის სტილი, რომელიც ამ დროისთვის ისედაც არის საკმაოდ მაღალი, რადგან CATL-ის ბატარეებს ხვდებით ფაქტობრივად ყველა ავტომობილ კომპანიაში, მათ შორის როგორც ამერიკულ Tesla-ში, Ford-ში და სხვა ავტომობილებში, აგრეთვე რამდენიმე ევროპულ კომპანიაში და მათ შორის არაერთ ჩინურ მცირე თუ დიდი ზომის ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებში.